შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მეოცე. ნაპოლეონის ტაქტიკა. რუსის ჯარი რომ შემოუტევს მეამბოხეებს, ეს შალვასთვისაც აღმოჩნდებოდა მოულოდნელი, თორემ ქაქუცა წინდაწინვე მოელოდა და ის სამხედრო მანევრიც წინასწარვე შეემუშავებინა. უეცარი აფექტისას კი არ შემოატრიალა გარდაუვალი მარცხი ძლევამოსილ გამარჯვებად. ის წინასწარ გათვლიდა თუ ექსპრომტად მოისაზრებდა, ორივე შემთხვევაში მის სამხედრო ტალანტზე იმეტყველებდა ის ტაქტიკური სვლა. უბრალოდ მოვალენი ვართ, რომ სხვადასხვა ნაამბობთა თუ ცნობების მიხედვით, რაც შეიძლება ზუსტად აღვადგენდეთ რეალურ სურათებს, რა სჯობს, როდესაც საამისო საშუალება მოგეპოვება და მარტოდენ ერთ ვერსიას არ ეყრდნობი. შალვა ამირეჯიბის ხსოვნაში დრო შეკუმშულა, რადგანაც წითელ არმიელები ფეხდაფეხ კი არ გამოსდევნებიან პარტიზანებს, არამედ იმ დაყოვნებით, რომ ამათ ორდღიანი დასვენება მოუსწრიათ. ბოლშევიკებს კი ამასობაში ორი ზარბაზანი მიუშვერიათ პირდაპირ სოფელზე. თუ არ მიგვასწავლით სად იმყოფება ჩოლოყაშვილი, დედა ბუდიანად ამოგწყვეტთო. მუქარა სასტიკი იყო. ბოლშევიკთათვის სწორედად შესაფერისი და დაფრთხებოდა სოფელი, აბა რა მოუვიდოდა. ესენი მუქარის უეჭველი შემსრულებელნი იყვნენ. ისინი გამცემებს არ გავდნენ, თუმცა ზარბაზანთა ლულებს ჩიხში მოემწყუდიათ და ნეტა გაუძლებდნენ ცდუნებას ამბოხების მეთაურის ჩაბარების სანაცვლოდ მოეპოვებინათ უსაფრთხოება. კეთილგონიერება ამას უკარნახებდათ. პიროვნული ღირსების გრძნობა მეთაურის დავალებას ავალებდათ. მაინც საით გადაწონიდა. ხომ არაფერი გეცნოთ. განა ეს ის სიუჟეტური ბირთვი არ არის, რომლის მხატვრული გაშლითაც შეიქმნა ქართული ნოველისტიკის ერთ-ერთი შედევრი, ლეო ქიაჩელის ჰაკი აძბა. ნოველა, რომელიც ყოფით რეალობაში მომხდარ ამბავს გაიაზრებდა მხატვრულად, ვლადიმერ ემხვარის ტრაგიკულ თავგადასავლად. ნოველაში უჯუშ ემხად გარდასახულს, მთელი ქალაქი რომ გაიმეტებს ზვარაკად, ოღონდაც თავი გადაერჩინოს ბოლშევიკების მუქარისაგან. თუ ჩვენი მეზღვაურის მკვლელს არ ჩაგვაბარებთ, სოხუმს ზარბაზნებით მიწასთან გავასწორებთო. გემ შმიდტის ეკიპაჟს სრულიად არაინტერესებს მტყუან მართლის გარკვევა. პარტიული ეგოიზმით შეპყრობილთათვის არსებობს ერთადერთი სიმართლე, ბოლშევიკური. და აინუნშიაც არ ჩააგდებდნენ ზედმიწევნით ზუსტადაც რომ სცოდნოდათ. უჯუშ ემხამ მოძალადეს აუგო წესი, თავდასხმის მოგერიებისა შემოაკვდა რუსი მეზღვაურიო. მოქალაქენი კი თავს იმით იმშვიდებენ და სინდისის ხმის ჩახშობა იმ კეთილგონიურული აზრით სურთ. ქალაქს ხომ არ დაუღუპავ, სჯობს ერთი ადამიანი შეეწიროს მის კეთილდღეობას, ვიდრე სოხუმი გაიწიროს. მერე რა, რომ ეს ადამიანი
ყოვლად უდანაშაულოა. დაე თვითონვე ზღოს უნებული ცოდვაო. ის ისტორიული ეპიზოდი რა მადლიანი მასალა იქნებოდა ძველ ბერძნული ტრაგიკოსების ხელში. ჰაკი აძბა იმ ტრაგედიების სიმაღლეს აღწევს თავისი ექსპრესიითა და სიღრმით. აგერ ყოფით რეალობაში კვლავ განმეორებულიყო ის ზოგადი ქარგა. ოღონდ სოფლის მცხოვრებნი თავიანთ სოხუმელ წინამორბედებივით ვერ გაიმეტებდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილს და შიკრიკს აფრენდნენ მასთან. ასეა და ასე საქმე და რას გვირჩევო და ქაქუცამ, ვინც არაფრით განსხვავდება ანტიკურ თუ მონუმენტურ გმირთაგან, მხოლოდ ეს შეიძლება დააბაროს შიკრიკს. წადი და აცნობე, სადაც ვართ. შემდეგ კი მეთაურები უნდა შემოესხა გარშემო და ებრძანა, ვის რომელი მიმართულებით შეეტია. მერეა მტერს ღრმად რომ შეიტყუებენ ტყეში, ტყვიების წვიმისას კი განკარგულებას გასცემს, შეაჩერეთ სროლა და იმ მცირე გორაკ შემოუაროთ მთის მწვერვალზე ასასვლელადო და იქ აღწეულებს ქაქუცას აუღელვებელი ხმა უნდა ჩაესმათ. ახლა დახოცეთ ერთმანეთი. ზარბაზნებს მაინც რა გრიალი გაგქონდა? აღფრთოვანდებოდა გენერალი ჭავჭავაძე. შენ მეორე ნაპოლეონი ხარ. ასე ეშმაკურად რომ შემოიტყუე ტყეში ჯარი და ერთმანეთი ახოცინე. ნაპოლეონი მაშინ ვიქნებოდიო. წარეფიქრი გაკვესავდა ბელადის გონებაში. არ შეიფერებდა იმ აღტაცებას. ქვემოთ კი სროლას წაელეკა ყველაფერი. თავიანთი ხელითვე დახოცილ წითელ არმიელებს მიასვენებდნენ ბოლშევიკები იმ ფარდა გადაფარებული ურმებით და საკუთარი ნებით როგორ აღიარებდნენ, რა სირცხვილიც დამართოდათ. მიასნიკოვიც ამასვე გულისხმობდა. ჩოლოყაშვილის მოხერხებულ პარტიზანულ ტაქტიკას რომ ახსენებდა, თუმცა მინიშნებას აღარ გაშლიდა. თავარია რომ რეგულარული ჯარის უმწეობაში გამოტყდებოდა ისეთი სამხედრო სტრატეგიის წინაშე ამბოხების მეთაური რომ გახოდათ. და კიდევ ერთხელ რწმუნდები გულის ტკივილით, თავის ნებაზე რომ წარემართა აჯანყება და არც პოლიტიკური პარტიები ჩარეოდნენ უხეშად და არც განსაკუთრებით ყოფილი მთავრობა ქაქუცა ჩოლოყაშვილს ძალიან ბევრის მიღწევა შეეძლო. უკეთეს შემთხვევაში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, უარეს შემთხვევაში ბოლშევიკური მთავრობის დაყაბულება საკმაო დათმობებზე. ახლა კი რაღა ლტოლვა ვიდრე ალუდა ქეთელაურივით გამოხედავდა საზღვრის მიღმა დარჩენილ ქვეყანას. არც თუ მთლად უმსხვერპლოდ ჩაუვლია წითური ჯაშუშის მუხანათობასო მემუარისტი რომ აღნიშნავს, ფიქრი ცხადია იქით წაგივა, ეტყობა, რომელიღაც შეფიცული შეწირვიაო, თურმე სროლისას ერთი კარგი ცხენი დაეჭრათ მეამბოხეებს. თითქოს ჯონათან სვიფტის მზერა შემოენათებინოს, ამ ორი ფრაზის წაკითხვას ეს განცდა მოაქვს. თითქოს ვაჟა-ფშაველას ატკიებული თვალი შემოგფეთებოდეს, თითქოს ბასილ მელიქიშვილის მზერაც გაელვებულიყოს.
1924 წლის მონაწილის სახელსაც რომ არ გუნებდა, ასე ხანმოკლე სიცოცხლე. ალექსანდრე სულხანიშვილიც რომანტიკოსის თვალთა ხედვით აღიქვამდა ცხენის დაჭრას. ადამიანისაგან ლამის აღარც განერჩევა და ამიტომაცაა ჯერ მარტო ეს მისთვის დაუვიწყარი სურათი, ისევე როგორც სხვა შეფიცულთათვის. თავარი თურმე ახლა იწყება თუ იწყება. ცხენს ყანყრატუ აქვს გახვრეტილი. ეს ნიშნავს, რომ მას უკვე აღარაფერი ეშველება. ამაო იქნება ყოველგვარი მკურნალობა და თავისუფლად გაჭენდეს ტყესა თუ ღრეში და ასე დაასრულოს არსებობა. შეფიცულებს გული უკვდებათ, მაგრამ სხვა რა გზაა? გაშვებით კი გაუშვებენ ცხენს, მაგრამ ის, ვიდრე ძალა შესწევს, არაფრის დიდებით არ დაანებებთ თავს. მე ამბოხენი მოდიან და ისიც ფეხ მოზდებთ, ის საწყალი. ყველას ებრალება და თუ მაინც გაიფიქრებენ, იქნებ მოვლასა და მკურნალობას რაიმე ეშველაო, იმავე წამს უიმედოდ ჩაიქნევენ ხელს. დრო სადღა არის, სადღაა დრო. 6 კილომეტრამდე გამოედევნებოდათ საცოდავი. ხომ ხედავთ პირუტყვი რა არის და იმასაც კი არ უნდოდა დარჩენა წითლებთანო. თავისებურ სიმბოლოდ გაიაზრებს ამ 6 კილომეტრიან სრბოლას ალექსანდრე სულხანიშვილი. თავისი მოქმედებით თითქოს და გვეხვეწებოდა, ნუ დამტოვებთო, მეც თქვენთან წამიყვანეთ, ნუ დამტოვებთო. სამზარეული სიუჟეტია ნოველისათვის. არ გაუშვებდნენ ხელიდან მოგონებათა ამ ეპიზოდს და კიდეც დაიწერებოდა ბელეტრისტული თხზულება მის ქარგაზე. თუნც გამხატრულების მცდელობა ამაო იქნებოდა და მუგზარ შატაიძის ის ნოველა ვერც მიუახლოვდებოდა ზემოქმედებით მემუარების ამ პასაჟს, ცხენის შთამბეჭდავ საგალობელს. ისე ეს თემა ვაჟა-ფშაველას ხელში, ჯონათან სვიფტისაც ერთ რომანტიკულ შარავანში გახვევდა ცხენის სწრაფვის ამ სურათს, კვლავაც ანტიკურ ტრაგედიასთან გაათანაბრებდა სამშობლოსათვის შეფიცულთა გამოთხოვების მწარე თავგადასავალს, თორემ ბედის წერისგანვე გასიმბოლოებულს და დამოუკიდებელ თავებად დაყოფილ საგმირო ეპოსს ამ ეპიზოდითაც შეავსებდა. მეორე სატირულ წარმოსახვაში მოაქცევდა და გულსაკლავი მოთქმით დააბოლოვებდა. ცხენი თუ დაიღუპა, მომავლის ქვეყანას რა ეშველება, რაღა იხსნის გარდაუვალი კატასტროფისგანო. მხატვრული შთამბეჭდაობა კი ორივესი ერთნაირი იქნებოდა. ეგა ვაჟა სკეპტიკური გულის თქმით რომ მიმოავლებდა მზერას მკითხველს, სვიფტი ამჯერად მაინც იმედით დაელოდებოდა გულივერის მოგზაურობამ თუ ვერ შეცვალათ სასიკეთოდ. ახლა რა უნდა დაუდგეს წინ თქვენს ზნეობრივ ფერიცვალებასო, თავს არ გაუტყდებოდა ჯონათან სვიფტი. იას ბნელ ხევში მოსულსა, დიდი ჭანდრები ფარავდაო. ქაკუცა ჩოლოყაშვილის მაშინდელ კურცხალს ოჯახური გადმოცემა ინახავდა.
ამჟამინდელი კურცხალი კი იკარგებოდა მემუარულ ჩანაწერებში. თუმცა ატყობთ, სტრიქონებსა და სტრიქონებს შორის როგორ ბროლივით გამომსჭვირვალებს და ამ აბრჭყიალებულ მზერაში მოჩანს ჯერაც მომქროლავი რაში, ვიდრე შავი ყორანი გაუთხრიდეს საფლავს მდელოთა შორის ტრიალი მინდვრის და ქაკუცა ჩოლოყაშვილს გაედევნებოდეს ყარყაშითა და ფრთების ტყლაშუნით. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.